მოგესალმებით ტაქტიკალის სივრციდან. ეს ვიდეო შეეხება ტაქტიკურ ბალისტიკურ ჩაფხუტებს, რომლებიც ბოლო პერიოდში შემოვიდა ტაქტიკალში. ორი კონფიგურაცია არის შემოსული, ესენი არის ჩინური წარმოების ჩაფხუტები. ერთი ტაქტიკური კონფიგურაცია ყურის მაღალი ჭრით, ჰაიკატი იგივე ფასტის გეომეტრიულ კონფიგურაციაში, ღამის ხედვის სამაგრით და გვერდულა რელსებით, შიდა მხრიდან თიმვენდის ორმაგი ბალიშების სისტემით და 4 წერტილიანი რეგულირებადი სამაგრით და ასევე საბაზო კონფიგურაციის მი-2000-ის გეომეტრიული კონფიგურაციაში. მასალა, ჩაფხუტის მასალა კევლარი არის. ამ შემთხვევაში ეს არის ის კონკრეტული ჩაფხუტი, რომელიც მე გავტესტე საველე პირობებში. რა თქმა უნდა, ტესტირება არ ყოფილა ისეთი, როგორც იტესტება ჩაფხუტების მწარმოებელ ქარხნებში, ამას სპეციალური სტენდები და ლაბორატორია ჭირდება, თუმცა ის მაჩვენებლები, ის შედეგი, რაც მე მაინტერესებდა, მივიღე ამ კუსტარული გამოცდითაც. გამოსდა ჩატარდა HS9 ტიპის პისტოლეტით 4 ინჩიანი სიგრძის ლულით, სტანდარტული HS9-ით. თვითონ ვაზნები, გამოყენებული ვაზნები, ჩეხური სელიერ ბელოტის 919 ლუგერი, 124 გრეინიანი FMG, ბილ გარსიანი ვაზნები. ესე იგი, პირველ ეტაპზე ვესროლე 4 360 გრადუსით 4 ტყვია შუბლის მიდამოში, კეფის მიდამოში და გვერდებზე და შემდგომ გადამოწმების მიზნით უკვე დიაგონალურ წერტილებში ვესროლე კიდევ 4 ტყვია. აქედან ერთ-ერთი ტყვია მოხდა აი ამ ადგილზე, სადაც არის სპეციალურად ქარხნულად ნახვეტი საკიდის სისტემის დასამაგრებლად და ზოგადად ყველა ტიპის ჩაფხუტი, აი ამ ადგილზე ზოგადად ყველა ტიპის ჩაფხუტი ნახვეტთან საკმაოდ ისეთი სუსტი არის სხვა მიდამოებთან შედარებით. თუმცა ამ მიდამოში ამ ადგილშიც გააჩერა ჩვეულებრივად. იყო ნასროლები, სადაც ტყვის თავაკი ფენებს შორის გაიჭედა. ეხლა შეგიძლიათ ნახოთ უშუალოდ საველე გამოცდების ვიდეო კადრები. გაიტესტა ჩაფხუტი 4 მხრიდან 360 გრადუსი, კეფის მიდამოში, შუბლის მიდამოში, გაიტესტა ასევე გვერდებზე ყურების მიდამოებში. 4-ვე ტყვია გაჩერდა. ჩაფხუტის მატერიალი არის კევლარის მასალა, როგორც ხედავთ, აი თითელი მასალა, კევლარის მასალა. არის მიდამოები, სადაც კრატერი თითქმის არ გაუკეთებია და ვაზნა ჩაიკარგა ფენებს შორის, გაიჭედა ფენებს შორის. კიდევ ვესვრი ახლა ამ ჩაფხუტს დამატებით 3 ტყვიას გადამოწმებაზე. პირველადი შეფასებით ძალიან კარგი ხარისხის ჩაფხუტი არის. ესე იგი, დამატებითი გადამოწმების მიზნით კიდევ 4 ვაზნა ვესროლე, 919 ლუგერი, სელიერ ბელოტის 124 გრეინიანი, იარაღი HS9 პისტოლეტი. დამატებითი ტყვიები უკვე ვესროლე სიტყვაზე დიაგონალურ ნაწილებში, შუბსა და სიტყვაზე მარცხენა ყურის მიმდებარედ შუა ნაწილში და დანარჩენი 4-იც შესაბამისად. დამატებითი 4 ვაზნაც ყველა გააჩერა. მას შორის გააჩერა აი ამ საკიდის სისტემის ნახვეტთან ახლოს მოხვედრილი ტყვიაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ადგილზე ჩაფხუტი გახვედრილია და შესაბამისად კონსტრუქცია არის შესუსტებული. ესე იგი, იდეალურად იმუშავა ჩაფხუტმა. ჩაფხუტი არის კევლარის მასალისგან დამზადებული, ჩინური წარმოების ჩაფხუტი, საარმიო კონფიგურაციაში, მი-2000-ის გეომეტრიული ფორმით.